და გამოჩნდეს ტანწერწეტა წვრილი წელით, რომელზე ხვდებით ხვალო. ანუ ისე რომ თან გამოვიძინოთ. ესე იგი, მე სადღაც 12-ზე ავდგები. პირველისკენ ალბათ, ხო, პირველისკენ შევხვდეთ. იხეთი თვალი მეცე. ვისი თვალიც მეცა იმას მოუტყან კარგის ტრაკი. ვინც მეგლახა თვალით შემომხედოს იმას მოუტყან დედის მუტელი. Simu, la Selena. აი მე როგორ ახლა დაკო. კარგად, Selena, შენ როგორ ხარ? როგორ გავიგე საქართველოში ჩასულ ხარ? კი, საქართველოში ჩამოვედი, ახლა ქორწილში ვარ დაპატიჟებული და რასიც მე დაკო ისე მაგთელკაბაში ნამეტანი შლუხას გავდი ვიდეო ნახე. რატო? მე ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი ვიყავი. აი ახლა ძალიან ნამეტანი მოკლე კაბა გეცვა. შენ რაღაცები არ მოგწოის ჩემი და რატო? ხო არ შეგშურდა შემთხვევით. იცი რა მოკარგო? ქართულ ქალს ეგეთი დეკოლტეები და ეგეთი მოკლე კაბები არ შეშვენის. მომინდომა ეხა. მე პატიოსარიცა ვარ და ისეთიცა ვარ, როცა მინდა. გაჩეთ შუბზე გაწერია რაც ხახარ შენ. მოდი სრულებზე ვიტყვი. სრულებზე ვითამაშოთ? აბა რა სრულებზე ვითამაშოთ, გამოუშვი. ანუ გაკეთება კი არა, რამე თქმა, მაგალითად რამე რო გეტყვი, შენ მე მეტყვი თქმა. კარგი. ხმებზე იყოს. გაკეთებებზე ნამდვილად ეხა არა ვარ. არა რასამ. ეს ივანა ნეტაო, ეს არის მეგობრებო. ნუნუ არა, ლალი. ლალი ევროპაში, იტალიაში მუშაობს მოხუცულის. ეხა ალექსოტრიანი აქვს და ლეული და ძინავს. ვის? ბებოს. ამანი იყიდა მოკლედ სახლი იყიდა საქართველოში, ამ მოხუც თურმე ქონია შკაფში დამალული ძველი ფული და არ ახსოვდა. სკლეროზიანი იყო, ხო და ამას ვნახია ეს ფული და უკითხი ამ ქალისთვის, რომ შენო ბებო, ესაო, ფული თუ გაქვს ადმე შენახულიო და იმას სკლეროზი ხო ქონდა და იმას ვთქვი, არაო, დედაო, რა ის ფული მაქვს მე შენახულიო და ამასაც მეტი რაღა უნდოდა და ამ ფულით სახლი ეგ საქართველოში კარგი კი არ მიყვარს ახლა ჭორაობა. არა, ვიცი შენ როგორი კეთილიც ხარ, ვიცი, შენ რო ეხა ეს განძრა ხარ გინდო და ვიცი, ვაიმე მადლობა. გაიხარეთ ჩემო კარგო. ვაიმე მეგობრებო, ალაიქეთ გადაგვისწრო. ვიცი. ვიცი შენ როგორიც ახარ, როგორი ალალიც ხარ, სელენა, ვიცი. მეგობრებო, შენი ქალობა. ამაზე შლუხა არისო, მაგრამ მე არ ვიცი ახლა რა ვიღე. არა, მე პატიოსანი ვარ, ეგ ვინც გავრცელა, ეგ თვითონ არის. გაიგეთ? ვაიმე ისინი ხაბარდები. ორი სხვა ადამიანის გვანკვა. მარია მადლობა, ისე ხა დაირა, აცხას კითხავ, ახლა არ გეწყინოს ოღონდ. აბა მე არ მიყვარს ხა სხვის საქმეში სხვის ჩაყოფა, მაგრამ ვიცი, შენ როგორიც ახარ. ამბობენ მაქანეო ვინც ხა იტალიელი კაცი ყავსო ფაბიო. ხო, მეგობრებო. მარტო ფაბიო გითხრეს შენ, სელენა? მოიცა სხვებიც აკავს? იყვნენ ადრე, მაგრამ ეხლა მე ხო პატიოსანი ხარი ვარ, დავსორდი და მე ის მქენი რა ქვია. სხვებთან გავაგრძელე ჩემი გზა. პატიოსნურად. გასაგები არის ჩემო კარგო. მადლობა სან-ლორენ, მადლობა. მადლობა ძალიან დიდი მარკელა. გაბაბანო, მადლობა ძალიან დიდი. ხო და ჩემს ფაბიოსაც ძინავს, მადლობა. კაცო, ის წვერი იმიტომ აქ ჩემდას რომ ჰორმონალური დარღვევა აქვს. კი, გადამწდა, ბევრი მომივიდა. ჰორმონალური დარღვევა აქვს უბრალოდ. არა უშავს. გაივლის. ხო გაივლის ეს სელენა. იდაო, კი შეგჭირდება კოტომიცინი. კოტომიცინის როგორც კი მიიღებ, ეგრევე დაგცვინდება ეგ წვერი. ეგ რა არის. კოტომიცინის ნემსი, ჩემო კარგი. როგორც კი მიგარჭობენ და ვაიმე მადლობა ნებ, იმედი მაქვს სამშვიდდებით. ხახო ძალიან დიდი მადლობა. მადლობები ყველას ჩემო ტკბილებო, სანდრო.
უგრმეს მადლობა ყველას. ლაიქებთ ყველა დიდი მადლობა აბა მეგობრებო პატიოსანი ოჯახის ქალი ეთამაშება შლუხას არა მე ამჟამად პატიოსანი ვარ ვიყავი მე ვარ პატიოსანი შენ აფეხარ პატიოსანი შენ რაიც მე რა ვარ საერთოდ წლის თერზეც გეტყობა და კაბაზეც გეტყობა რა ხეწყლის დამლევი ხარ ბებიასვული ვერ ხედავ თუ დაგანახო ზინა ხეყავრა ბებიას ფეხა კაი ხა ვინც არის ნუ ინტერესები ნუ შედიხარ ეგეთ ინტერესებში შენ არ დამაყრევიო კალთიდან ყველაფერი არ ამალაპარაკო შენზე ეგი მეგობრებო გითხრათ სიმართლე ეგ იყო გათხოვილი ჩემ სოფელში და ამას ყო ლოთი ქმარი და ამის ქმარმა ეგი წააგო ჯოკერში და რეალაც მაკალცებში ახლა შენ გონია არ ვიცით ჩვენ მაგი ჯოკერში რო ხარ წანაგები ხო მე მაგიტომაც გავცილდი ეგ ლოთია ბრატიაგა ეგ ლოთი ბრატიაგა მაგიტომა იქ სადაც გდია სადაც არის მე ხო ვარ მე წამოვედი ეხლა მაგრამ ეხლა ჩამოვედი საქართველოში ვარ თე ქორწილში ვიყავი რა ჩემო ტკბილო ვაიმე უღრმესი მადლობა სან ლორენ ვაიმე სან ლორენი იტალიელია იტალიელია სანდრონელი San Loreni, français, Janum, français. Ori Kesao. Abun Shluchar, Yegi. Vaine movi get mego prebo patiosani maojakhis kaba mogo shluchas. Shluchara patiosani. Daachobdi rais patiosani khar. Chemi survili ari ro ვაიმე მადლობა ბოსტომით რა სიმპათიური ბიჭი იყო ჩემი სურვილი არის ეხლა ყველას ძალიან დიდი მადლობა უღრმეს მადლობა ყველას ძალიან დიდი მადლობა სურვილი არის რომ რა გავაკეთებიოთ მეგობრებო რა გავაკეთებიოთ დაწერა რა თქმა მადლობა merci ma chérie ცეკვა არა თქმა ესე იგი კაი იყოს ცეკვაც რა ვიცი თუ კაი მაშინ მოდი ვითომ ესა რა ქვია ცეკვა არა ვითომ შენი სუტიკა მოკვდა და მის პანაშვიდზე როგორ დაიტირებდი სუტიკა რა არის ერთი წუთი კაი გამოსცემ მამაშა ანუ შენ მამაშას როგორ დაიტირებდი პანაშვიდზე მამაშას რას გეუბნები ჩემო მამა მარჩენდა ლორე ჩემო დედა მარჩენდა ვიღა გამაქირაებს კაცებში ერთი წუთი აუ გეფიცები ერთი წუთი ერთი ნა ვაიმე ჩემო მამა მარჩენალო ვიღა გამაქირავებს გახსოვს სექსის დროს რო არ უდგებოდა და შემოხვედი და თქვი რომ ჩაგლით ხო არ ამუყენოვო დროზე შეყოსო დაამთავრეთო სიამორჩა აღარა მაქვს ხო ფანტაზია აღარ შემიძლია დაიღო მამაშის გასვლებაში ახარ ნამყოფი არა ვიცი ანუ არავინ არ დაამეუთო, არავინ არ დაბლოკოთ, ხო, მეგი? არ წერენ ახლა რამე ისეც. რაიმე ვინც ცუდ კომენტარს დაწერს, ყველა დაიბლოკება. ჩვენ მე ვარ ოჯახის ქალი. მამი, მარტო გინებაზე ისქენი, რა ქვია ხა, რა ვიცი ხა, შენ ეს და შენ არ დაიყოს. რაო? ზემოთ ნება ვიღაც ვაი მეგენი ეგეთი დაბლოკე ან თუ ვინმე მაგინებს და რაღაც ეგენი დაბლოკე ხალხო 5 ადამიანი გვინდა
ხუთი ადამიანი ხუთი ვარდიგინა, გოსულ კაცი რაფერ გახსენებ. ხუთი გვინდი ხარ, ვაიმე. ხუთი კაცი, ხუთი ვარდი. აი, რო გიკეთე ეგეთ თვისფერი მინდა ზუსტად რომ მქონ. ხო? ვაიმე კი რაგის ხელს შეიღებე. სულთანსა, ეგეთი თმები. მადლობა მეგობრებო. ეს პარკები გამოვიწერე ტემუდან სხვათა შორის და არის ძალიან, რა ვიცი, აი მართლა ძალიან კარგი არის რაღაცა, ანუ ესეთი პარკები ძალიან იშვიათად მქონდა ხოლმე მე, ანუ აქ თემუზე კაი რაღაცეები არის ძალიან. კი, ესაც даже ჩემმა მეგობარმა ეს ნამდვილი თმის პარკი გამოიწერა, ისეთი კაი იყო, ისეთი კაი სასწაული. ხო. თან იაფი არის ძალიან. მადლობა მარი. კი, ძალიან იაფი არის. რაო. სხვა მომიყევი რა ხდება გოგო იტალიაში? რა ვიცი, აბა რა ხდება ახლა? გაჭირვება და ვუძლებთ კრიზისს. აი მე შენი ბებიაც ჟმოტი არის, გიწონის მაგა. კი. აი ეს არ ჭამა არ შემიძლია მე აქ. რა გეტყობა ჩემი არის? დავაძინო. კალო. აბა? ჩემი არ იყოს უჭმელობის რა გეტყობა შენ? გენეტიკურია ესეთი გენეტიკვალე, თორე მეგონა ესეთი ვარ. აქ ჩამოვედი, აქ გავხდი. ვაიმე, ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. მეგობრებო, დალაიქეთ, შლუხა გვიგებს. ძალიან დიდი მადლობა. როსტომი, ძალიან დიდი მადლობა. ფოტოა. მეგი მოგიკითხა დიდი სიყვარულითო. აი მეც მომიკითხე მეგი. დაი რაღა ხარ. დედა გო მეგი არის იმნაირ სიმპათიური, მაგაცები ყავს, იმნაირ სიმპათიური. გააფრენ. ჩვენ ვიყავით, მე და მეგი ვიყავით მალტაზე ერთ-ერთ კლუბში. ანუ ხო და იქ ყველა გაასტრეითა. გეფიცები. ჯერა. გეფიცები და აი ისე ვიყავი, რომ მეთქი ხა გაეთრიე, კალო გამოდი ესე. გამოდი მიმიშვი. აჰა, მითხარი რა გინდა რომ გითხრა? აუ რა მითხრა და აი ხაი მაგალითად აუ რა გითხრა ხა ერთ წამს. რაც გინდა იმას ვიტყვი, თუ გინდა ვინმეს ვაგინებ, თუ გინდა რამეს ვიზა, რაც გინდა, დაი. გინებით არ მინდა რომ არა. აი ვერცას აი მამაშა ანუ ვითომ ყავს მამაშა და არის ცუდი ტიპი და მასთან კონფლიქტი და აი როგორ გექნებოდა მასთან კონფლიქტი? როგორ მექნებოდა კონფლიქტი? ხო, როგორი კონფლიქტი ექნებოდა მასთან. ოღონდ უნდა იყოს ეს ნეგატიურ იმაში და ოღონდ იუმორი რა თქმა უნდა. ეხლა ისეთ რაღაცა მითხარი, მაგას ამსახიობური მიჭირო. მეგი ეხლა მე არ ვიცი საერთოდ ეხლა ვიწერაც მითხარი შენ რომ აი დაადგილებას რა უნდა? გინდა ერთ წამში გავხდე პატიოსანი ოჯახის ქალი? მიდი კამერა უცბად მოიწრე და განადი ეჭვე მამაშო ხო მიხდება გო? კი, თან ლამაზი ხარ. ოჯახის ქალი. აბა? ვაიცა. აჰა. მადლობა ძალიან დიდი. ვაიცა, ერთი კეთები. აქ ისინი უნდა რა ქვია. ჩარჭობა უნდა რაღაც. აჰა. წავა ხვალ გეიქცევა, ეგიც იყიდეს ჰიჯაბს.
შემოკარგო რაღაცა სუფუკი ყოფაქცევის ქალს გავხარ. საიდან ხარ დედა შენ? მადლობა ხუჭუჭა. მადლობა ანა. ხო მიხდება მეგობრებო. მე ხوار გადავიდე ვაფშე ამაზე. კი ძალიან გიხდება. ვაიმე დავიდ, ჩემო მეუღლე, ნახე ხო მოგწონო არ ესეთი? ესეთი პატიოსანი ხო გინდა რომ დაგიჯდე სახლში? პატიოსანი ხალი ხა გააკეთე რა ვიცი. აუ სხვა მითხარი ეგ რანაირად ვეჩხუბო, რაზე ვეჩხუბო? აი ამლუქში შენს მამაშას ეჩხუბე. რო ფული მოგცეს. ანუ წინა კლიენტი, ანუ ერთამ წინა კლიენტის ფული დაგიჟმოდა თუ რაღაც ეგეთი და არ კარგად გიხადა. ანუ ესე ეჩხუბე. ფული? აუ. Poi mi detto მიგია მოიგე გიორგი პოდიუმზე გაატარეო. ვაიმე შენ რა ხერას გიქნახეთ მართლა თუ მოგიგე. შეიძლება რაღაც გაგიკეთებიო და გაწყდი. ძალიან პატარა მიდიება. იზა, მომისმინე კარგად ახლა შენ მე? მაფული მომისწე ხარ რაც ვიღე მე იმ კლიენტისგან. თუ არა, დედას მოგიტყნავ. შეგეუნები ჟერიჟიკა იზაია. ჩემი ფული დამიბრუნე. ჩემი დატყნაურები ნაშრომი ფული დამიბრუნე. ჩემი დატყნაურები ფულს მე არავის არ ვაჭმევ იზა. ჩემ ნაშრომ ნაოფლარ ფულს არავის არ ვაჭმევ იზა. კარგი ხარ. აი ხარ ჩემო კარგო. ისე იზას თუ იცნობდი შენ? კი მოკვდა ხო? კი როენას. შენ როენას გოგო იყავი ხო? აჰა. მადლობა დევიდ მე იზას გამოსდილი ვარ და აი. ვაიმე მადლობა ჩემო მეუღლე ჩემო მომავალო ყველა ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. აი მე სურვილი არის ეხლა. აჰა. შედგე ქუსლებზე და პოდიუმი მოგვიწყო. კი ბატონო, ერთი წუთით ჩავიცვა ჯერ ხო? გახდილი მაქვს. ყველაფერი გახდილი მაქვს. რაზო მაგაქო ფეხი? 42. ზოგადად მე რატომ მაქვს 45? ჩემი ქუსლები კუბოები ვითარ გებცემ წყალდიდობა. დავწვევი ჩემ ქუსლიაში ვიცურა. ერთი წუთით. ოღონ კიცერი არ მეიტეხო შენ ინჯირინე. კაცრავად? აჰა, მოთა რამე მუსიკა ჩაგერთოთ ხო? თუ არ გინდა მუსიკა? ართ ერთი წუთით ოღონდ ეს დავიდო, ой მე წამს არ გამომიჩინდეს არაფერი. რა უნდა გამოგიჩნდეს? მადლობა. აი მადლობა. ერთი წუთით. დივანი არის და არ ჩანს. მე დაჯღლარკუნავს, ჩამოგივარდებიან მეზობლები. აჰა, მოიცადე? დავაი, წავიდა. მიდი შეშლუხა. ანუ მოდელი მასე დადის გაბრექილი მამალივით ინდაურივით რო დაიარე, იყო მოდელივით გამეიარე. ერთი წუთით. რადიკული ეჭის გავლა ხო არ გა
დავაი წავიდა 1 2 3 მამდული მოდელივით ნელა გვარ შემოასკდე კარგი მანდრეკრე წამოდი ტრაგი გამომზიგა მიწერენ აბო არა პარკეტი ой ფერით რაღა გამოვზეკილი მუსრის ქვემოთ მოდელი სადა კიდე შეტენილი კუთა კვერცხი სადა გაქვს შეტენილი სამალავ დეიხ ჩვაგო რა ვიცი ხო ჩანს თუ არ ჩანს კიდევ კარგი სად გაკ გაქრა აი მისელენა მეგობრებო რა ვიცი რა ბა ეხლა მიდი ერალდე კოს მაცი ვარ შეაქო აუცილებლად რომ ჩამხვალ ჩაგაცნებ მადლობა დევიდ აინებენ ვაიმე თქვენ მე უნდა ვნახოთ მადლობა დევიდ კაი გეყოფა დაჯექი არ აგიცდეს ფეხი და არა მე განის თავისუფლად მეთაშრები დავდივარ ამაზე განაირად ხარ ზუსდეიარები რა თლის დავიარები ხო ნახე როგორ დავდივარ აბა როგორ დაიარა თქვენ როგორ დადიხართ ხო მასე დავდივარ უცელი რომ მაგარი აი დაუჭეს მე მუცეს არა ის ძანის არის აგარ არის არ არის ეგ არის თუდაშვილი არა ის კიდე კიცუპდა გული აბა როგორ მოგწონვართ აი ხანდაი კაი ისე რა შენ ამერი ბოზური ყავა გაქვს აი და მე ოჯახის ქალი ვარ რამდენი ხანი რაც ოჯახის ქალი გახდი მე შენ რა გიცნობ სულ იმნაირი ხარ 4 წელი ეხა თუ წააგე გვიცეკვე ტვერკი მაგ მუსიკა არ გაქვს ხო კი მაგ რა ჩავთო რავი რამე კარდიბის მუსიკა ჩართე და გვიცეკვე ტვერკი ანაკონდა ან რამე რავი მიგო თუმზია და ჩააბარა შეშლუხა ოთა რომ ლანძღავს მადლობა დევიდ ტახი ვჭამე დევიდები ანუ ეს პატარა გამოვიწერე თუ რაღაც ეგეთი ომო და ანუ მაგიტო რატომა ელი გამომიწერა ელი და არ ვიცი შენცო ურიზობით პატარებს იწერ მე მესულეგრებ შვები ელია რა ვიცი XX ან XXL რა ვიცი აზრზე არა ვარ ჩაჩემ უწევდები რამ წერტი დაიხედე თავთავე კლავე ეს ამხელა ბინაში მარტო ცხოვრობ? კი და ჩემ გარდა ყველა დიდ ბინაში ცხოვრობს მეგობრებო რატო არ მე პატიოსანი მეც რა ამნაირი შლუხება ვიყო რა პრეცეგენი არიან მე დიდ ბინაში ვიცხოვრებდი
მოდი. Wow! Vamos now, baby, Nuno. დამილაიქეთ რა აღარ წავაგოთ. David. Gabriela, Michele. ხა სელენა ვაცეკოთ მოდით. გამოჩნდა მართლა ჩანს. გამოჩნდა. გივერდია. ძალიან არ გამოჩნდა. პამპერსი გედია კი. ვაი მე მით თავი მეტყნელი მიცინე. აი აუ ხო ხა მაინც მოვიგოთ რა. არა მეგობრებო ეხა უკეთეს სურვილი მაქვს. ალაიქეთ ხო მეგობრებო დამასვენეთ ცოტა დამასვენეთ. მადლობა მაი. ძალიან დიდი მადლობა. აი მომკლა. მოვედურა. და გამაჩახსირა. საკისაიღე თუ მიჯანს. ელა კორიცი მუტიკანის კალა. კალა იმე ტიკანის მორომო. კალა ესი ტიკანის მორომო. კორიცი მოლა კალა. უცა. ტი? რა? უცა მონი. ეგ ვინ გასავლა? მე ლექსის ვიცი ბერძნული. აბა? მონი ტომონი, მონი დენი ხიმირა, ალა ტოდი კომუნი, კაიოფსირა. როგორ არის რასნიშნავს? ანუ ზუსტად ანუ სწორად ანუ არ მესმის ანუ რას ამბობ? მაგრამ აი ხახლიდან ვითხარი და გეტყვი ანუ რაც გავიგე ანუ მაგას გეტყვი. იმიტომ რომ რაღაცას არასწორად ამბობ. მონი ტომონი. მუტელი. მონი დენი ხიმირა. მირა. შეიძლება სხვა რამე არის. ბედია ანუ თუ ეგრე არის ანუ მუტელს არ აქვს ბედი ესე ხო მერე ტოდი კომუნი როგორ
ალატოდი კომუნი. ტოდი კომუნი. ანუ ამის თქვა გინდა ალბათ. ჩემი მუტელი. ჩემს მუტელს. ხო, მე ტაიოფსირა. ამას უკეთესად არ ამბობ, ანუ არ მადლობა ვიცი. დევიდ. ბოლოს უკვე ანუ არ ვიცი რა ამბობ, ანუ სწორად არ ამბობ. შეიძლება ხო არ მახსოვს წლების წინ მასა. კაი ხარ თულს არაფერს არ გეტყვი და უბრალოდ ესა რა ქვია გვიცეკვე დაისი. ფსირე სტილები არის, მაგრამ ანუ სხვა რაღაც თქვა, ანუ მეც ფსირებზე წავედი. მე ყავსო. ალა დენექი ფსირები ტილები არის, მაგრამ ანუ გინ ჯაკ ჯოკ. შიკ არ ვიცი ვერ გავიგე. ბიბია ჰაბიბი ნე შიკ შაკ შოკ. შიკ შაკ შოკ. რა ვიცეკო? კაი არ გინდა დაისია, კაი ცოდვა ხარ უკვე იცეკვე და არ გეტყვი რთულს არაფერს. თქვი რომ აი მაგალითად ხარ შბოზი და როგორ რეკლამას დადებდი ინტერნეტში. რა? აი მაგალითად ხარ ბოზი და როგორ რეკლამას დადებდი ინტერნეტში კლიენტის მოსაზრდად. აი ქვემოთ ინფოს რო აწერენ ბოზები, ხო იცი? სურათების ქვემოთ. აი როგორ ინფოს დადებდი, როგორ აღწერდი შენ თავს, როგორ მოემსახურებოდი კლიენტებს. როგორ მოემსახურებოდი ერთით. ანუ ეს უნდა მოყვე, ხო? რა თქმა უნდა. ხო. მაგალითად გამარჯობათ მეგობრებო, მე ვარ სელენა 35 წლის. გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ ლალი 26 წლის. 26 წლის. მოწესრიგებული. ეგეთი რაღაცები, კაი ხო, აჰა. ვარ სუფთა მოწესრიგებული გოგო. პატიოსანი. პატიოსანი რანაირად ყაკალო ბოზები. პატიოსანი. ანუ კლიენტს როგორ მიიზიდა? პატიოსები და მიიზიდო კლიენტი. პატიოსანი და კლიენტი. ეხლა გამიჭირდა, დამჭირდა ფული და გადავწყვიტე რომ ამ ხერხისთვის მივემართა. და მომსახურებაში გაშედება. თქვენი მხარში დგომა მჭირდება. არ ვარ გამოცდილი ამ სფეროში და მე როგორც ქალიშვილი ქალბატონი მაღალ სტავკიანი ვარ. ხო, და აღარ მომიგოს. და რა ასაკეთებ და რა ასარეს, ეს ხონა ჩამოთვალო. დღეს ესე იგი, ჩემი დღე იწყება დილით. ანუ დღე კი არა, სექსი ახლიეთ და რა ასარა. წება რა ის. დამაცადე, ერთი წუთი, ჩემი დღე იწყება დილით ვდგები, ძროხებს ვწველი. მე გამყავს საძოვრად. მე ხალხო ისქენით და ლაიქეთ რა. დილის რუტინა კი არა, კაცებს რას თავაზობ, ეგ უნდა თქვა. თქვენ თავაზობთ ჩემს მომსახურებას. ჩემს მომსახურებას. ხო და რა მომსახურებას, რას აკეთებ? ვარდალი. მომსახურებაში შედის ყველაფერი. რაც გინდათ, სულაგურ. ქალი ბეზად კაზნა. სელენა. ქალი ბეზად კაზნა. ვაიმე, პაკო, როგორ ახალ? მარია, მადლობა უსახელო. მადლობა. გამათახსირა, გეფიცები, გამათახსირა. ჩვენ მე მაცინე ღმერთო. აბა. მადლობა მეგობრებო, ნათო მონიკა, მადლობა. ხამოხარ, ხო, ვაიმე, მე ვეწე, ბენიც მინდა. ნათო, რას გავხართო?
ანგელოზებს შემოკარგო. მადლობა დევი. ძალიან მიყვარს თამო. მადლობა ალექ. ახო გთხოვთ ისქენი და ჩემი აკა. ანუ ეხა ამ მომენტში ოჯახის ქალი ეთამაშება კამაჯის შლიუხას. მადლობა მონიკა, მადლობა ალექს და შემოკარგო ყოველთვის იმარჯვოს პატიოსნება. ხალხო არ და პატიოსანი ვარ. მადლობა დათო. მადლობა. ცარ მოსწონს სელენა და ლალი გაჭვით. მიყვარხარ პაკო. გო რატო ვერ გადავდივარ ლალისთან? დაბლოკილი ეყოლე. ვინ არის? როგორ? ვა, სალონიკის ბოზი რა დღეშია, უთხარი ათენში ჩამოვიდესო, მარიმ დაწერა. აუცილებლად და იქომონიაზე გადამიღეთ ის ვიდეოები ანუ ხალხი მანდაც არ ქონია შენ პატიოსნური სახელი, კეს მიყვარ. კი არა, აქაც ბოზის სახელი მაქვს, მე ყველა ბოზის სახელი ვიცნობ. შემოკარგო. ქუჩაში რო გავდივარ, ესე გონიათ რომ ბოზი დადის. ხალხო გთხოვთ, დამილაიქეთ. აუ, იმან ჩამარტყა რაღაცები, მონიკა უკვე. აი, ახლა იმენა საკ ხდება მასახეში და დიდი ამბავ ჩაქუჩიც თუ მოგხვდა. ხალხო გთხოვთ, მადლობა ალექს, ეს არის ლალი ჩემოკარგო. პრივეტ. მადლობა მია. მეს ეხლა ჩემი სურვილი არის კარგად. ეხლა ჩემი სურვილი არის დადგე იქ კუხნასთან სამზარეულოსთან სექსუალურად და სამჯერ დაიძახო გრიშა ონიანო მოდი დამიბაბანე მიგე სექსუალურად დადექიოღო გრიშაონიანო მოდი დამიბაბანე. პოზა შეიცვალე, ხსნერ პოზაში უნდა ვუძახებ. ხონდა ახლა. გო უკნერას დადექი ერთი. ენი ცუდი დედაცესი არ გავარ. გრიშაონიანო მოდი დამიბაბანე. გრიშაონიანო მოდი დამიბაბანე. აჰა, ოკეი. ოკეი, მოდი გრიშა. იცი ვინა გრიშაონიანი? გრიშაონიანი კი ვიცი. გონი Facebook-ის მეგობრებში მყავს ეგ კაცი. მართლა? კი. თუ არა მომშალა ეხა მაგის შემდეგ? ეხლა მაინც რა საწყლის დამლევი ხარ? აი მე კაი გამწურა ნახე, სელენა ნახე გამწურა თმიდან. რა არის გომაგი? ეს თმასი ინარჩუნებს. შიგნით გაგძვრა? გამწურა, ხომ რა გაგეთყობა? კი. აუ ხალხო გთხოვთ დამილაიქეთ და რა ვიცი მოვუგოთ რა. მადლობა დევიდ, ჩემო კარგო უნდა იყო ჩემს არ პატიოსანი. პატიოსნება ფასდება პირველ რიგში ქალში. აი ეს შლუხასავით კი არ უნდა ჩაიცვა. კოკლა არა მაქვს. შენ პატიოსნება არ გინახია მგონი. შენ რო ისიყავ პატიოსანი, ჰა? მე ყოველთვის პატიოსანი ვარ. მე ქუჩაში რო დავდივარ, ისე და ყველა მცნობს, ყველა მიცის ჩემი პატიოსნური სახელი, ვინა ვარ და რა ვარ. აი ეგ ვიცი. რაც წარმოვადგენ, ყველა მიცის მე ვინა ვარ. ყველამ რო იცის აგერ კომენტარშიც დაწერენ რაც ხახარ. ყველა მიცის როგორი პატიოსანი ვარ და როგორი კეთილი გულის ადამიანი ვარ. ალალი ვარ, ყველას ვაძლევ, ყველას ვეხმარები. რა ვქნა? რამდენად გავიყო? მადლიზა თუ მიგიცია ვინმეზე. მადლობა დევიდ. შენ როგორი ისა გაქვს რა? ანუ მაგალითად შენ კლიენტს უჯერო, აუ ფული არ მაქვს, ლალი ახა და მეცი პატივი, თუ მიგიცია მადლიზა. ნუ
ხა თუ ძალიან გასაჭირში ადამიანი რატო არა რა. რაფერი კეთილია იგი. პატიოსანიც დააყოლე. კეთილი შლუხა. შენახეთ, აი კეთილი შლუხა. დაჟე მე დავშეზე გავიგე, მაგიო რო გაბოზდაო, იმაი მორიდებული იყო, კლიენტისთვის ფულის გამორქმევა ერიდებოდა. აბა, თავიდან ყველა ეს გზა გამოვიარეთ, ხო? აბა? Я шоколадный заяц, ласковый мерзавец. Я готова на все. Но. ვაიმეო, რო ჩამვალათ ეს შემონეზი გადავიღებ იმ ხალხმა რომ გადაიღეს ვიდეო. გადავიღე გოგო და ეს ვიდეო მინდა ვიდეოო. ვინ? ანუ ერთი ვიდეო მაქვს, ანუ TikTok-ზე ცნობილი ვიდეო არის ეგ. ორი ქალბატონი, ანუ ერთი ქალბატონი იღებს ვიდეოს მოკლედ რა. და თანაბობს გადამიღე ვიდეოე, მიდი ეგრეო. და გაიწირო თუ რაღაც ეგეთი მოკლედ, ანუ ათენში არის ეგ მოქმედება ხდება ათენში. ეს ნამდვილია თუ მეჩვენება, გეჩვენება. მე ჩემი ნამდვილი სახე შენ არ გექნება ნანახი. განა ყველა ჩემნაირი პატიოსანია. სელენას რო თავი პატიოსანი ქალად მოაქვს. მეგანა არ ვიცი ამისი პატიოსნური საქციელები. რა ჩემი საქმეა? ჩემი საქმე არ არის საერთოდ. ამ ხელის მერე წავედი მე. სიგე კოკოლა მაქვს საკიდელი და თან მაგასა ბობო უნდა გავასეირნო. აი ხო. ხვალ კიდე შემოდი და აი. აუცილებლად. კაი ეს ხელი ძალიან კარგი იყო შენთან. ეს ხელი გაჩქე და მადლობა პოზიტივისთვის მართლა აი ისეთ სტრესი მქონდა ეს დღეები რომ ერთ სიცილში გამომიყვანე. ძალიან საყვარელი ხარ. მადლობა რომ ჩავერთე. გაკოცე. გაკოცე. კარგი. აი ბრალდები ვიცი ნახმე თუ შემარგე. და ეს შამბალა და ტანტალაო ეს ვინ არის? ლევანი. ой, ლევანი შეპატარა ჭუჭუკებიანო. ვაიმე მოვკოდი, ვაიმე. ვაიმე ის როგორ გულიანად ვიცინე? და მართლა კაი ბიჭიაო. მე მიყვარს ესეც მხიარული ადამიანები. სერიოზული ადამიანის ატანა არ შემიძლია. რა ვქნა, რა გავაკეთო? მე მიყვარს ესეთი ცანცარა და ხუმარა ხალხი. ამ ასეთი ადამიანების გვერდით არასოდეს არ დავბერდებით, რომ იცოდეთ. ვაიმე მეც სრემლები მოვდიოდა. ხო ეგრე ეძახიო. კი ჩემო ლევანი პატარა ჭუჭუკებიანო. ნუ აქ ნუ ეწევი, თორე TikTok-ი მიგაფკოს და ამბლოკილი ვარ უკვე. გარემოს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ყველას არ ყავს ესეთი მეგობარი, რომელიც ძალიან კარგად ხუმრობს. უნდა გყავდეს ყოველთვის გვერდით ესეთი ადამიანი, რომელიც არის პოზიტივით სავსე და კარგად ღადაობს რა. ვაიმე ეგეთი ადამიანები არიან სიცოცხლეს ალამაზებენ, ესე რომ ვთქვათ. აბა ეხლა სულ სერიოზულ და სულ რთულ საკითხებზე რო საუბრობს ადამიანი, ცოტა რთული მოსასმენი არის. გრძელი კარე მოგიხრა, მიგუშნო ხვალ და შევიჭრათ მე ჩემო კარგო. საშინელი დღეში მაგ. ხოდა რა გადარჩა? ხვალ რიცხვი არის 14-ში უნდა გავდა არც მომწერა იმენ. ხვალ ემაილი უნდა გავგზავნო იმ კაცს უნდა გადავამოწმო 14-ში ხომ უნდა გავიდე სამსახურში. მამი ჩემის მამასთან წასულ ხარ. ბებოსთან როგორ არ მუშაობს ხალხო ხუმრობდით, ღადაობდით. სად დაიწყე? მეორადი ტანსაცმლის მაღაზია არის.
ტანსაცმელი არის, სუვენირებიც არის, სათამაშოებიც არის და ჭურჭელიც არის და ყველაფერია თითქმის ფეხსაცმელებით. ოღონდ ძალიან ლამაზი მაღაზია არის და ვინტაჟური რაღაცები იყიდება. აქ ძალიან უყვართ მეგობრებო ვინტაჟი. პირობები კი არა ნორმალური, მაგრამ უფროსი დამხვდა ძალიან ცხვირაბზოებული, აშკარად არ დავევასე. აშკარად არ დავევასე, როგორც კი დამინახა ეგრევე. პრინციპში ყველა უფროსი ერთნაირი არის. ვისაც არ უნდა მიხვიდე, ყველა ეგრე იყურება. რომელი იყურება კარგად. ნუ ახლა სანამ რა თქმა უნდა თავიდან გაგიცნობე. და გაიგებენ როგორი ხარ, მაგიტო ხარ სტრესშიო. შეიძლება არ არის გამორიცხული. ნუ არ მესიამოვნდა, თორე ხა ჩემს ეგ პრობლემას არ წარმოადგენს არანაირად, იმიტომ რომ მე არ ვთვლი მას უფროსად და საერთოდ არავის არ ვთვლი ჩემს ცხოვრებაში უფროსად. მე თუ ვიმუშავებ, გავაკეთებ საქმეს და იმით ვიშოვი ფულს. და არა იმით რომ რაღაცა უფროსმა მაჩუქოს რამე. არავის არ გაჩუქებს. ყველა მისი შრომით იღებს ფულს. მე უხეშად საუბარს ვერავისგან ვერ მოვითვენ, ვინც არ უნდა იყოს დედის მუტებს მოუხდა. Ja, Schokolade mir sei jetzt. Na. ხალხალა თავში გავარდნი. დეცაგი ყველა ტუალეტი დეთემო мама ჟუნიკა. ჩემო мама ჟუნიკა. ჩემო პრონჩკი. აი მეტიკო. Ja, Schokolade mir sei jetzt. Das Kaffee mir sei jetzt. ავარდა ძალიან ლამაზი მაღაზია არის. ვაიმე როგორ მომეწონა. პატარა მეგონა, მაგრამ კაი დიდი იყო რომ შევედი შეგნით. მაგრამ კასასთან რანაირად უნდა ვიმუშაო. აი ბატივით ვიქნები ალბათ. თან არ მესმის, ისე ჩქარა ლაპარაკობს ის კაცი. პირველ დღეს უნდა დავიდო დამამშვიდებლები და ისე უნდა წავიდე რომ ვინმე არ შემომაკვდეს. ანუ პირველ დღეს დავლევ დამამშვიდებლებს. ისე წავალ სამსახურში რომ ვინმე არ შემომაკვდეს შემთხვევით. ფართკილები რაია? თუ არ მოგეწონა აუსადა ეგრე შემოყარგო ეხა ვის მოწონს და ვინ არის კმაყოფილი. რას დავეცებ კაცო, მთავარია დამტოვონ სტაჟის მერე და ისე არ მინდა რომ ერთი თვით ყულა გავიარო სტაჟი. და მე გამომაბუნძულონ. Ja, Schokolade mir sei jetzt. Na. Wenn ich sagen konnte, voll ich ფარს გაიხარე ჩემო კარგო. აუ რო პირველ დღეს როგორ არ უნდა გაისტრესო თავი. ანუ რო გაგიხართ სამსახურში პირველ დღეს რო გახვედით, არ იყავით დასტრესილები? მაინტერესებს უბრალოდ. ხო იყავით დასტრესილები, ხო არის ნორმალური რო იყო დასტრესილი ადამიანი? თუ არ არის ნორმალური? კი, ხო, ნერვიულობ, გინდა არ გინდა, ხო? თან მე ემოციური ვარ. გასაუბრებაზე უფრო. ნუ გასაუბრებას და ისედაც, ანუ იცი რა არის თან ენა რო არის ადამიანმა, კარგად ძართული არის.
ხვდები? უნდა განვეთო წასახები. ძალიან რთული არის ენა რო არის. კარგად შეგორ ახლა. ეხლა რაღაცა მითხრა იმ დღეს და ვერ გაახსნა მეორჯერ არ გამიმეორა ვერ გავიგე. Я шоколад не даю. О. მე ანუ სამსახურში რთული არის პირველი ერთი კვირა. თავი მე ჩვეულებრივად ეჩვევი და უკვე იცი რა უნდა გააკეთო. როგორ უნდა გააკეთო. რა გევალება, რა გერავნა. რა არის შენი საქმე და ესე შემდეგ. ამდენ ნაგავს ერთი ადამიანი რანაირად ვაგროვებ. გამაგებიეთ ერთი ვიღაცა. ერთი ადამიანი ამდენ ნაგავს რანაირად ვაგროვებ. ჰალო. მე ზიზღება. ეს მასე ვარ. იზიზღება ან ყუთები და რაღაცებით რომ მოდის, რაღაცები რომ ხდულო. რა თუნდა ამხელა პაკეტები. ბაბა მოდი ხშირ დაგიხმე საჭმელს და ჩემს ამოსვლამდე ჭამე. ოკეი? მდგომარეობა უფრო უარ ეხა კომენტარებში ვუყურებ და ხვდები რომ ძალიან ცუდად გვაქვს საქმე ანუ რაღაცეებში. მაგრამ იცი ოკეი მე ნამცხვარ შევჭამ და არ მოგატყუებთ მომეწონა თუ არა. მაგრამ ხო ეხავს ცოტა ხალხო. მოგწონთ ისე თქვენ ჩემი ნამცხვარი ისე ვიზუალურად. ეხა უფრო კაია. ამიტომ ისეთი რაღაც დაჯდა. ვერ გავიგერაო. არა დედი მე კაცი. რა ჯიშის? ამ 1 საათი და 22 წუთი ვიყოფილო რა აქ. გერმანელები ეგრე ჩემყარგო აქაც ეგრეა და მე სტუდიოში ვცხოვრობ ეხა ანუ რამდენი პარკი უნდა დავატიო სახლში ყველაფერს ვყრიმი ამ თეთრ პარკში გარდა მინებისა და ხეების ხო და ასე შვება სულ ყველა
დედის მუტერი. არა. გამოკლებული შვილი. ხომ ეყოფა ხო ეს კი This is good. See what I'm building now. Merci. Satanier komiketები. კარგად შევკრა. Oh my god. ამან ქარას ატოკიდულობენ გამაგებიეთ. ანუ ამ ხელა კაცებს არ გიტყდებათ ამ მანქანას ჩაჯდომა გაფიცებ ყველაფერს. ამაში ხო მე არ ვიკადრებ ჩაჯდომას. ან ეს მანქანა შეიძლება კაცებს პრიფანა გოგოს. კიდე მესმისა. სანახ ტრაილერი ჩაუაროს გვერდით ხო ამოაბრუნებს. ხოდა გებიცები აქ ხანდახან ვირის ხელა ბიჭები აქ გადმოდიან ხოლმე ამ მანქანებიდან ამ ხელა დონდულო კაც რა უნდა გონი პატარა მანქანაში უდიდა Visi pardon, visi pardon, visi pardon, visi pardon, visi pardon. სამჯერ დამშა ხალხო გასაღებს წამედი საჭმელი დედას კუდი. წამოწა გიყვანო. სად არის ჩვენი პარკი? აქ არის. ვაიმე დედამისის ნაკუტოებში. ვინდა დავიდეს ტუალეტი ეყადე? სად არის ჩემი სათვალე ხო ის გავიკეთო. წამო. შეგადე საჭმელი არ უჭამია. ბიჭო, ჭამი რატო არ ჭამი საჭმელი?
შეხედე ავადმყოფია. ეს არის ავადმყოფი ხალხო. ამდენი ხანი მეთქი ნაჭამი ექნება თქო. და ჭამე მიდი. შეხედე ხარ ექს მიკეთებს. ხო არის ღირს რო წავართვა საჭმელი. ბობო ჭამე მიდი. შეხედე. ეს ღირსი არის კონსერვი უყიდო? ხუთწუთი გელოდები. 5 წუთში არ შეჭამ მაგ საჭმელს და მოგიწევს მთელი ღამე ტუალეტის გელოდინი. შენ გაშლები, ახლა ნერვს მეც საქმე არ მაქვს. ისეთ 2 გრამი ნერვი მაქვს შერჩენილი. ხანდახან გიფცე მგონი სპეციალურად მიკეთებს ასე თქო რომ ჭკუიდან შემშალოს. აიმე ამ ნაყინის გადაგდება დამავიწყდა. შენი და დავატირე. რატო ბრაზობსო? რატო იღრინება? ანუ ესეთი არის, ხვდები? რატო არის ასეთი არ ვიცი. მაგრამ ასეთი არის. ვერ არის რა მის მოტორზე. ვაი მდიდარი გასაგებ მოხდა თავში. ვერ ათლა ეს არ ნორმალური. Hello Selena, where got to? Janum français. English, français, Russia. ეს ბრაზილიანი არის. ან რა უყარს ეს გაბუქება უყარს ყველაფრის ბობოს. აი რაღაც თითქოს რაღაც ისეთი ის უნდა იმიჯი უნდა რა კონდეს რომ აი მე ვარ ყველაფერი ამ სახლში და რასაც მინდა და როგორც როდესაც მინდა მაშინ შევჭამ და მაშინ მოვჯვამ. მარა მე რას მომიგებს ეს მამა ჩაჯმული. ეხლა წამოიღეთ კონსერვი. ყველა ძაღლს უყვარს კონსერვი, ხო? გიждდება თან ძალიან კაი კონსერვი არის ეს. ესე იგი დავუდე. წავედი ქვემოთ მაღაზიაში და იმდენი ხანი მე მელოდებოდა ხვდებით, რომ ამოვსულიყავი და ამას ეს კონცერტი მოეწყო ჩემთვის და მე ეჭამა. ანუ მიხვდით რაშია საქმე? ანუ ვერ არის თლად დალაგებული. ძაღლს კონსერვს რო დაუყრიან, გიჟივით მივარდება ჭამაის ძაღლებმა, ხო ეხა რამეს რომ იცემ, ეს არა ხალხო. აი მაგათაც რამეს ხომ იცემ საჭმელს. ხო და ესე ჯერ ესე მაგათაც მიეც საჭმელს, ხო ესე მოდის ეს. ნელა გამოგართმევს, დააგდებს ზირს, დახედავს. მერე დასუნავს, დაკნოსავს და მერე შეჭამს და მერე უკვე ვსვე, მერე პირდაპირ გამოგართმევს, პირდაპირ ჭამს თუ მოეწონა. რა პარკი? შედავდე, იქეთ არის. Get him. Chadi bicho. Come on, go.
გადმიდი. ნაგავს არ მიადო ცხვირი. გადმიდი. ნაგავს არ მიადო ცხვირი. უნდა უთხრა რაღაცა. პირდაპირ ხან ნაგავს მიასკდება, ხან მოჯმურ. შეხედე ხან მოფსმის, ახლა აქ აჰა, მივიდა ავადმყოფი. ხო, შვილო, თუსადმე მოჯმული ნახო და მოფსმული, მათ ცხვირი კარი ყველგან და მე მეზასავე რო ამოხვალ ტუჩებში, გამოდი ბიჭო აქეთ. გუნში მამა ჩაჯმულა. მამალე და გოგოსავით რაფერებს ფეხაწეული. ვაიმე მიშველეთ. ძაღლებს კაპიტარასტებული მყავს. შეხედე გოგოსავით რა ფერებს სამს. თქვენი მამლებიც ასებს სამენ? ფეხის აწევა კი არ იცის. მოსერცატებ მაგას 7 საათს უდრისო. რა უდრი 7 საათს ახლა საათ სამსახურში დაფერ ვატარო რო ვივლი მოდი ახლა ფუფუკენ. ხანკი ქონდა აწეულია. ხო ის წევს ვითომ ფეხებს რომ არ მიეფსას ფეხებზე. მამა ჩაჯმული და რა ხდება ჩაჩედი ტვინით. No, German baby, no Dutch. Dutch no. Français. Bruxelles. Mademoiselle, demoiselle. მიდი დეკენი ფუფუ მიდი. ახლა უნდა შეხედა ავადმყოფივით ასე. ახლა უნდა იაროს და დაყნოსოს ყველაფერი და ბოლოს მოძებნის ადგილს, სადაც შეიძლება მოჯმა. და ასე მე ვდგივარ და ველოდები, როდის სად მოეწონება ამას, რომ მოჯვას. მიდი ხალხენი დე ფუფუ მიდი ჩემო ლამაზო მიდი. და მე აქედან შელოცვებს უკითხავ, რომ სად მეიქნება მეეწონოს და მასკნას რა ქვია მომდეს ტუალეტი. მიდი დეკენი ფუფუ მიდი. მიდი ჩემო ლამაზო მიდი. მიდი დეკენი ფუფუ მიდი. მიდი. შეხედე გო. მოდი კენი ბიჭო ფუფუ. კაი ხო წამოდი აქეთ ვცადოთ ეხა. აი ესე მაკონცერტებს ყოველ იმაზე რა ქვია. მოდი კენი ფუფუ. მიდი კენი ფუფუ დე. ანა კეჩება, ანი კეჩება. მიდი ხო, მიდი კენი ფუფუ. მიდი გისუნა დედამ. ნერვებს მიშლის ახლა ცოტა ხანში დავიწყებ გინებას. მიდი კენი ბიჭო. ბაბა ნერვებს ნუ მიშლი მოჯვი. მოჯვი ბიჭო. წამოაკეთ. აჰა. ყოველ დილას საღამოს ამ დღეში ვარ ხალხო. მონიშნულს ეძებსო ყველგან აქ-აქანე მოჯმული რა ვერ ნახა მონიშნული. ანუ რა არის იქნება რამე არსებობს მაგალითად რასაც დაასხამ და იქანე დასუნავს და იზამს რო არ ეძებოს. მიდი დეკენი ფუფუ ეხა დროზე. ვითომ წაგიყვან მე გვიან კარგ გამოგიყვან მე. მოგიწევი აკითხვა. ასე ამშვენა ნერვებზე. შებოზის დაგდებულა. მამაშეს დავაფსი თავზე მაინც. ამი აქეთ. ააში მამა ჩაჯმული.
მაშალlah და მოგდებს. არის ზამს არა, ვარშება არის ზამს. ეს ამაირი არ უნდა არა სულ რო შეულოცო მერე ვალენც ტერასელოდები რა ჩემ კარგო ეგუები მერე და მერე მეოთხე წელია უკვე ისო გაღება შეიძლება მოდი აქ ჯერ მოწინე ბიჭო ფეხი давай так сгружай შეხვიდე შაქისა წავიდა всё მორჩა ჩემი რუტინა მოწადე რუტინა სიო უკვე ფისი-ფისები მოიგე მოჯმე დილით მოჯვა უფალო ყველა მიგან დაბლე მის ქვეყანაში ვიდობენ საქართველოში შეძლებული ქვეყანაში შემოკარგო შეძლებული ქვეყანაში სადაც ადამიანებს არ გაუჭირდებათ და იქნებათ ფული და საშუალება და ყველაფერი თორე ემიგრანტების გარეშე ნახევარ საქართველო ვერც ისწავლიდა და მშიერი იქნებოდა ემიგრანტები დგას მაგ ქვეყანა თორე მე კი არ აფრით მარტო ემიგრანტებით რაც მანდ ფული შემოდის ემიგრაციით რაც ევროპიდან ამერიკიდან ფული გამოდის მაგ ქვეყანაში წარმოიდგინეთ ყოველთვიურად რამდენი ფული შემოდის ხო ის ფული სად მიდის გენაცვალეთ ძალიან მაინტერესებს სად მიდის ამდენი ზღვა ემიგრანტის ყოველთვიური გამოგზავნილი თანხა ისევ საქართველოს ხმარდება ხო საქართველოში იხარჯება საინტერესო არის ნეტა ყოველწლიურად რამდენი თანხა შემოდის საქართველოში ემიგრაციის გზით სადმე არსებობს ნეტა ამის ეს რა ქვია რამე სტატია ამასთან დაკავშირებით რამდენი შემოდის ნეტა ფული მაგალითად ევროპიდან და ამერიკიდან ემიგრაციიდან ზოგადად საქართველოში ძალიან მაინტერესებს რიცხვები რამდენი არის რა არის ჩემო გაუსაძლესი აბა მითხარი ადამიანს თავარია ქონდეს ჯანმრთელობა ადამიანი ჯანმრთელი როდესაც ხარ და არაფერი გტკივა ყველაფერს გაუძლებ დამიჯერე პირველ რიგში მთავარი არის ჯანმრთელობა
დანარჩენს ყველაფერს ეშველება. დიდი თანხები იქნება, მაგრამ საინტერესო არის რაბად რამდენი თანხები, ხო? კაცო მე ვიცი, ხალხი საერთოდ თლიან ხელფასსაც კი საქართველოში აგზავნიან. მე მარტო ტიროდიო. აი ტიროდი თავიდან თურქეთში რო წავედი მაშინ. რამდენი ემიგრანტი ყავს საქართველოს? ძალიან ბევრი ლიტა. ძალიან ბევრი ეყოლება. ძალიან ბევრი ყავს. იცი რა არის? თვითონ ახლა საქართველოში ვინც არიან ემიგრაციაში წასულები, ხო? 1.5 მილიონი. უიმდედა. ვინც არის ემიგრაციაში წასული, ხო? ყველა სახლი იყიდა, ვინც დიდი ხანია არის უკვე. გაარემონტენ სახლები და რავი, ასწავლიან შვილებს და არ აკლებენ არაფერს. ეხლა მაგ ემიგრანტის შვილები და შვილიშვილები ყველა კარგად ცხოვრობს გადაცვალე. არასა რა, სასწაუწუნო არაფერი. კოკა-კოლას ძალიან ბევრს ვამ, ხო? თან გუშინდა დღეს ცოტა მარილიანი საჭმელი ვჭამე და მაგიტო. ალბათ დაახლოებით 6 კილოს ვამ, რამდენი არის ეს? 6 კილა. აღონ ყოველდღე არა. მე ერთი არ დამილევე კოკა-კოლა ოპერაციას გავიკეთე. რამდენი მილიგრამი აქვს, ალო? 330 მილიგრამი. რამდენი გამოდის ერთი 6 კილა? 2 ლიტრი ნახევარი? ბელგიაში. ჩამთე. ნატურალური წვენი უფრო საზიანო არის ვიდრე კოკა-კოლა. 2 ლიტრამდე. თან უშაქრო კოკა-კოლა არ ასუქებს. ჭამა ასუქებს. ეხა გისმენთ დაგი. ანუ წარმოიდგინე ახლა რა, სანამ ვიღაცა შექმნის ხელოვნურ ინტელექტს, რომელიც გააჩენებს იესოს, მუჰამედს და ბუდას ერთი. და მე ხალხი ეთაყვანისმება ხელოვნური ინტელექტის ეკლესიას. წარმოიდგინე, დაკლიპე ეს. ერთი წამი. ეს ნანუკა საყვარელი თება ამიტია ბაგ. არ მიყვარს რაღაც ერთი რაღაცა რო არ და იმას რო ჭამ. ფოტნოსი მაქვს და იმ ფოტნოსი მაგათ და დღეს დავაწყე რა გეტყვით. შებოლილი სულგური მიყიდი აქაური პატარა, სადღაც 4 ევრომდე ღირდა. პატარა იყო. ზეთისხილის соуსი ვიყიდე. პატარა ზეთისხილები ვიყიდე, პატარა შეკვლა ზეთისხილი ვიყიდე. კიდე ვიყიდე, რა ვიყიდე კიდე? რა იყო ქალო? ასახენ მაგას ღორის ხორცი არის თხელ ფენება დაჭრილი და შეკმაზული არის არ მახსოვს 2 ევრო მივეცი ერთში 3 ფენა იყო და მეორეში მივეცი ევრო და რაღაცა 1.5 ფენამდე იყო ის ცოტა სხვანაირი იყო და ერთი შავი პური ვიყიდე კიდე ბეკონი არ იყო არა აი აცხობენ ესენი რაღაცნაირად ღორის ხორცს და მე ჭრიან ბეკონი არ არის არ მახსოვსად რა ქვია სახედ არა მეგობრებო ესე პურივით აცხობენ ღორის ხორცს რაღაც ესე სქელს და მე ესე ჭრიან და რაღაც შეკმაზულებივით არის ბეკონი არ არის ოღონდ გამარჯობა მე ვარ ლიზა ჩამოვედი საქართველოში მინდა გავიცნო მამაკაცი თუ თანახმა ხართ გადადით ლინკზე და დარეგისტრირდით გამარჯობა აი ძმა და მაგალითად მოვიყვანოთ Tristan Tate ძმა ვიდეო ნახე სადაც მის საყვარელი ვისკი იყო Johnny Walker-ი ძმა და duty free-ში რა ვქენი იცი ვიყიდე Johnny Walker-ი ძმა და მე რა ომის ოთახში ერთად რო სვამდით მაგ Johnny Walker-ს და ვჩილავდი აი ეგ იყო გასასწორებელი ძმა და რატო იმიტომ რომ ვიმე
აი ძმა და მაგალითს მოვიყონ Tristan Tate. Mama Gabanas უსმენთ Mama Flex. Mama Flex. 13 მინუტა. რაღაცა რასასიამოვნო კი არ მეთქნა არ მესიამოვნა. მესიზმრებაო, რა გესიზმრება? თუ ეს მართლა არსებობსო. კი მე ვარსებობ. მომილოცეთ. მადლობა ძალიან დიდი რა გორგა. არა, ბიჭო, გაკეთებული ტუჩები. ტუჩები გაკეთებული გა, გიორგი? კი. მართლა? არა. კუზანოვის ტუჩებიო. ესე ჩემო, ყველაზე საშინელი ტუჩები მაქვს ალბათ და კუზანოვის ტუჩებიო. ხალხო არა გაკეთებული არ მაქვს. ხალხო 4 ადამიანი გჭირდება თუ რა ქვია მაგას ვარდი. 4 ვარდი გინდა სხვადასხვა ადამიანისგან. ხო, 4 ვარდი გჭირდება სხვადასხვა ადამიანისგან. მიდით ეხლა, დატრიალდით. კორკინელებს კარგად ურეცხავთ. დაბალი გემაგლობინი. მომიგო, დაბალი ხალხო. გემაგლობინის ბრალი იყოს. გამანადგურა ეხლა მან. მეგობრებო, 4 ვარდი გვინდა. ანუ არჩევდნენ აქტიურობენ, ანუ უბრალოდ მიყურებენ ეხლა და ტკბებიან, არ უნახავთ. ხვალ რამდენი კაცი გიყურებს? ეხლა მიყურებს მადლობა ბლოკი. აქ ხო ზემოთ 120 და აქედან 80%-ს რა ვიცი 111-ო ეხლა მე გინდა მწერა აი აქ ზემოთ არის ხო ხალხო ანუ უცბად გამეკცა არ და ვიცი სადაც არის ხო ბასიდო 109 აი 7 ნელა ჩადის 108 7 აკას უთხარი გაგაკეთებინოს კი აკას უნდა უთხრა და გამიკეთოს ტუჩები თორე ანუ არ შემიძლია ვერ ვივლი ახლა აკა ვინ არის აკა რიცი ჩემი აკა ცოტათი ჯეჯგვი მყავს მაგრამ კარგი არის ბევრი ფული აქვს ჩემს აკას უი არ ვიცოდი არ ვიცნობ ვინ არის მე ჩემი სკინები მაქვს ლალის სკინი მაქვს მე ეხა ვიყავი შედაჩორის იქ მილანში ვიყავი ვერსაჯის კონცერტზე ვიყავი იქ ლალისკინი კი ლალისკინი ვერსაჯი არა არ მოუნდებდა კონცერტზე ვიყავი შედაჩორის და ძალიან კაი კონცერტი იყო არ მგონია სიდორ მოუნდეს შოკი გაბა გეცავ ეხაც მაცვია შოკი გაბა ნახე ნემსი მაგ გასაკეთებელი გაიკეთე გოგო მერე ანუ აქ რას მიყურებ და რას მინიუტებ ხალხს თუ ნემსი გასაკეთებელი აი მე ხა აღარ მაგინებენ გაიწმინდა ეს სასტავი წავიდა აი რა კარგია დავისვენა გეფიცები თვალები მქონდა ესე ანუ მიდი სიდო უნდა ჩართო სიდო კერდი არ გაქვს მაგ მკერდი ხალხო გთხოვთ ეხა ამას გადაურტყავენ და გთხოვთ წავედით წავაგეთ ხალხო წავაგეთ იკა წავაგეთ მოალა იკა ჩიგარი ბოდიში არ მინდა რომ მომეპარა შენთვის არა უშავს გიო წავედი თორე ისა შენ ქვეყანა ხალხი გიყურებს მე სულ 2 კაცი მიყურებს არა უშავს ხალხო გადადით ამ გოგოსთან და უყურეთ მიდი კაი აბა შენ კარგად კარგად რაო ლალისკინი უნდა მართლა უნდა გავაკეთო მართლა ის უნდა გავხსნა TikTok ვიდეო უნდა გავხსნა და ვიღაცის კრემებს მოვიპარავ გავაზავებ
და ჩემად გავყიდი მე და მე ხალხს თუ დაგემართებათ ლალი კოსმეტიკი რომ დაგემართებათ მე ერთი წლის შემდეგ რაღაც გამოშრების სახეზე და რაღაცეები მაგრამ ჩემ ბრალი არ იქნება მე გეტყვით რომ ეს ის არის რა ქვია შემოწმებული არის და გავლილი აქვს ამაზე ის რა ქვია რა გავლილიო ხო შემოწმება მოკლედ მე ლალის კინი ვარ ამ კატეგორიას ვეკუთვნი გაიგე გოგო იმას დაშორდი მასტერი რა ომშიერი რომ გაგიშვა სახლიდან თან ვაიმე მაგას გაუხმა თავი კი აბა რა ვქენი ეს საკამარიც ისოყოთ მე პატიოსანი ვარ რო შევედი ახლა მათ სახლში მე გაკეთება არ ვიცოდი არაფრის და მე რა ვიწყე ვანებივრებდი ჩემ ბიჭს დედამენაცვალოს მაგას მე მომე რა მოგცე აი ხავე მოგცემ და იცოდი სადა ხარ ეწამს აი აქედან არის სეტინგები სად არის მოგერიდებიან არსად მოგცევა არ იციან ოღონდ მართლა არც ავად მყოფოში არც მოსაცდელში ანუ მოსაცდელში წერია რომ არ შეიძლება ტელეფონზე საუბარი და ყველაზე კიდიათ ანუ ეხა ჰაი აშმანა ჰაცმანა ვე აშმანა დაშმანა ანუ ყველაზე კიდიათ ხდებით არ მოგერიდებიან განსაკუთრებით აფრიკელმა თუ დაიწყო მაშ რა ქვია ავტობუსში საუბარი ჩათვალე რომ ყურსასმენები უნდა გაიკეთო და მუსიკას უნდა მოусმინო თორე შეუძლებელი არის გაჩერება იმიტომ რომ ტვინი გადახდილი მართლა გეუბნებით არ არიან ხალხი პირდაპირ ძალიან მშვიდი და წყნარი ხალხი არ შეგაწუხებენ გამორიცხული არის არ შეგაწუხებენ არანაირად ამდენ კითხვას ჩაწერე Google-ში ბელგიაში საათი რომელია და ამოგივარდება მე რა ვიცი ხა უნდა გამიყვანო და უნდა მანახიო რომელია საათი და მე რომ შემოვიყვანო მე რა ვიცი რომელია საათი 3 საათი თავართ უკან საქართველოსთან მაგასაც ახლა ჩვენ მენტალიტეტია გასაზრდელი მე ის ჩვენს კერენ გაიქაჯებ მაგრამ მაინც ჩვენთან აი მაგალითად ჩვენთან ბევრ შეხვდები ტრანსპორტში თვალ აგრესიულ კაცს და აქ იშვიათად ნუ ყოველ შემთხვევაში მე არ მინახია ნუ ცენტრალზე შეიძლება იყოს ვიღაცეები მაგრამ პირველი 3 წუთი არის თქვენთან არის 3 ხო თვალი კაცების მართ განსაკუთრებულად აგრესიული ვარ ვერ ვიტან ორგანულად ვერ ვიტან თვალ კაცს ვაიმე ალბათ მამა ჩემიდან გამომდინარე მეზიზღება მამა ჩემს უყვარდა სმა და მაგთან გამომდინარე მზიზღი მაქვს თვალი კაცის მიმართ თან თუ აგრესიული არის მით უმეტესად მინდა რომ ჩავაკლა იქვე აი მე ერთხელ ვიღაცა ტიპმა თვალი იყო ისეთი ყლეობა მითხრა თან როგორ კარგ ხასიათზე ვიყავი იცით აი როგორია რომ ცხოვრებაში არაფერს ცუდი არ დაგემართება ხვდებით აი ბედნიერი ხარ და კარგ ხასიათზე ხარ იმიტომ რომ იმ დღეს ჩემთვის ძალიან კაი დღე იყო რა კაი რაღაცა მოხდა ხო და ან ისეთი ყლეობა მითხრა ხო ვაიმე აი უცებ დამარტყა ტვინში გეფიცებით და რო ვცემე მე რო წამოვედი მე ვიფიქრე რომ მეთქი ხა იმას იარაღი რო ქონოდა ჯიბეში ხო შეიძლება და ამოიღო და ესროლა ჩემთვის ანუ რა გამბედაობა მქონდა ეგეთი თქო მე შემეშინდა
ტრიმომიჩი არ შემშინებია. ეს ლაიში ასკროლად. დაბლოკე მე შედედა მოტყნოლო, შეგამზდელ მოტყნოლო, დაბლოკე და აღარ მოგივარდება, შენ მოგიტყან დებილი დედის მტელი. რას მეტყოდა ეხა გაის? მასე ვარ ზოგადად ვინმეს რო ვეჩხუბები ხოლმე მე მიჩნდება შიშტო. იმ მომენტში კი არა მაქვს შიში. იმ მომენტში არ მეშინია. ვინც არ უნდა პიარაღი რო ეკავოს ხელში, მის არ შემეშინდება, მაგრამ მე უკვე რომ მოვდივარ და რო დავუფიქრდები, მეთქი რა უაზროთ ამეშალა ნერვები, ხო? აი რატომ ვაქცია ვაფშე ყურადღება, რატო გავეცი პასუხი, ხო? ეხლა ყლეს რატო უნდა გასცე პასუხი? აფექტის მდგომარეობა გაქვს. ხო, როგორც ყველა ქართველს, ჩვენ ხო ვერა ვარ ჩვენ მოტორზე რო გადაგვეკეტება. აბა ეხა ისეთი უკმაყოფილო რომ დაწერე, მეტი რა პასუხი უნდა გამეცა. ანუ რა პასუხს ელოდებოდი, ეხა მიწერო, ესე იგი ორჯერ ავსკროლე და კიდე შენი ვიდეო ლაივი შემხვდაო შეწუხებულმა. ლომი ვარ ჩემო კარგო. ჩვენ ქართველები უმეტესობა ეგრე ვართ. რო აფეთქდებით იმ მომენტში ყველაფერს გაკეთება შეგვიძლია და მე მოვდივართ აზრზე და მე ნანობთ რაღაცებს, რომ ნეტა არ გაგვეკეთებია. ეგ არის ჩვენი პრობლემა, ხვდები? რომ ჟილკიანები ვართ და ეს ვიცით, ამაყები ვართ ძალიან, როგორ გამიბედე, ხვდები? აი, როგორ გამიბედე, ესეთები ვართ. მენტალიტეტი გვაქვს ეგეთი დაჟე გიჟმაც რო გითხრას რამე ხო იმასაც კი არ ვპატიობთ ხვდები გიჟია ხო ეხა ადამიანი თქვა გიჟია ამას აპასუხი უნდა მოთხო მაგრამ ჩვენ უნდა დამაყები ვართ რომ გიჟსაც კი არ ვპატიობთ არაფერს ხო მე დელის მეტროზე გიჟი იყო ვიღაც იქ და რო ჩავაფარე სახეში ხელი ესე იგი იმის მე რო დამინახავდა ხოლმე მეორე ქუჩაზე გადარბოდა თან უკან იყურებოდა არ გამეკიდოსო ალბათ თუ რა იყო არ ვიცი ну პრინციპში მე კი არ ვიცოდი გიჟი რო იყო მომწერეთ ჩემო კარგო გიჟი გაიხარე მეც ჩავაფარე ეგრე ხო სიმართლე გითხრა არ ვიცოდი გიჟი რო იყო არც ჩაცმულობაზე ეტყობოდა არც სახეზე ეტყო არაფერზე არ ეტყობოდა გიჟი რო იყო უბრალოდ მოვიდე რაღაცა მყლეობა მკითხა ხოდა ჩავაფარე ეს რა ქვია მედიში მივდიოდი იქ დელსის მეტროსთან რო არის და შევედი რაღაც დავჯექელოდები იქ და ვიღაცა ორი ბოზიშვილი შემომყვა და ვითომ წყალი დალიენ და რატო ჩაარტყი ხელი იმას რა ქვია იმ კაცო ვითომ საქმის გარჩევა უნდა თუ რა იყო არის ორივე შევჭამდი და მე მოვჯვამდი რომ მომენტომებია გაქრანტოს კაცმა არ იცის ხო აი ყავს უფლება აქვს მაგათი და ხო და რავი მე ეგრე გავიგე და ეხლა რატო წყილს ვერ გავიგე მაშინ დაგეწერა სხვანაირად შეიძლება გიჟი მინდა ის სტუდენტებსაც შემაწუხა მანიეკო და ავტობუსთან ჩავაგდეო ძალიან კაი გიჟი თუ არის და ყავდეთ სახლში ეზოში ან სადმე ახლოს რო უშვებენ და ხანას უშვებიან ხალხს და ხანას უშვებიან რატო უნდა ვითმინე მე ვერ გავიგე რაღაც გიჟია ყველაფერს უფლება არ გქონდეს გიჟი თუ არ გაუშვდა გიჟეში აუ ლაინერის წასმას მომიკითხავ საშინელება ამ წუთს მაგის გამეც ჩემ კარგო რაც დამწერე ეს პასუხი მოგეცი ამიტომ არაფერი არ გეწყინოს ნორმალურად დამწერე ამას მე ნორმალურ პასუხს გაგცე ვინმე თუ არ დამწერა ყლეობა მე გიჟით არავეს არ ვახტები რომელი საათია ტყნაურის დრო არის ჩემო კარგო ეხა ქმარი რომ ყავდეს ლაივში არ ვიქნებოდი ლოგინში ვიქნებოდი 12 საათია
29 ნომერი კიდე მუშაობს, ავტობუსები კიდე მუშაობს. დღეს რა დღეა კი, მაგრამ ორშაბათი. მე მგონი პირველი სახერამდე მუშაობენ. ფოლოვერები გააუქმა TikTok-მა. საიდან მოიწყო? რას ჭირს ამ ხალხს, რა საათი აინტერესებს? ნახე, ვაიმე ჩემზე. გააუქმოს, რა მნიშვნელობა აქვს ფოლოვერებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. TikTok-ს აქვს ისეთი ალგორითმა, რომ გამომწერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ნუ რაღაც ნახვები არის კი გეთანხმები, მაგრამ ძირითადად მაინც თავარი არის მოხდეს for you-ზე ვიდეო. შეიძლება გყავდეს მილიონი გამომწერი, გადაიღო ვიდეო და გქონდეს 10,000 ნახვა მთელი დღის განმავლობაში მარტო. ფოლოვერები საჭირო არის Instagram-ზე და Facebook-ზე. როგორ უნდა მიხვდეს? რას უნდა მიხვდეს? სულ ვიდეოს შემთხვევაში აქვს ნახვები. სიმართლე გითხრა, მე ჰეშტეგებს არ ვიყენებ. მაგრამ არ არის საჭირო ბევრი ჰეშტეგის გაკეთება. უნდა შეხვიდე სეტინგებში და უნდა ნახო შენი გამომწერები თუ ყავს რომელ საათზე აქტიურობენ. ისე ყველაზე კაი არის საღამოს უნდა დადო ვიდეოები. კიდე TikTok-ს უყვარს მეგობრებო აქტიურობა. თუ კი არ აქტიურობთ, დღეში მაინც თუ ახალი პროფილი არის, მინიმუმ 3 ვიდეოს მაინც არ დებთ, არ გაგიშვებთ for you-ზე. აუცილებლად უნდა იაქტიუროთ. თავიდან დადევით ყოველ დღე 3 ვიდეო, 3 ვიდეო დადეთ, შეიძლება არაფერი და მე უცებ ყველა ვიდეო თითქმის გაუშვას for you-ზე. არის რაღაც მახინაციები, სიმართლე გითხრა, კიდე, მაგრამ მე არ ვიყენებ მახინაციებს. უბრალოდ ჩავწერ, ხანდახან წარწერასაც არ ვუკეთებ ვიდეოს ეგრევე ვდებ, სადამ მაგის ნერვები. ხო და ეს ჰეშტეგები რო არის for you მეთქი და რაღაცეები, ეგ არის უბრალოდ იმისთვის, რომ ვინმე ჩაწეროს საძიებოში და იქ მერე ამოვარდეს რაღაცა მილიარდ ვიდეოში შენი ვიდეო. მე ჰეშტეგსაც არ ვუკეთებ ხოლმე. მაგრამ ისე საჭიროა ერთი ჰეშტეგი მაინც გავუკეთო, რასთან დაკავშირებით არის მაგალითად ვიდეო. რა აპლიკაცია? Tinder-ს ჩამწერა არ გიცია? Tinder-ი? იცი რა არის? მანდ მიწევს ახსნა, რომ ვარ ტრანსგენდერი ქალი. და ეგ მე მიქმნის დისკომფორტს. ხვდები? არის Tinder-ის ნაირი ეს აპლიკაცია, რომელიც არის ტრანსგენდერი ქალებისთვის სპეციალურად. ხო და მე არ მაქვს არც ერთი აპგაცნობის აპლიკაცია მეგობრებო, ვაფშე არც ერთი. არც Tinder-ი, არც ის. ვაიმე, მადლობა, thank you. რა ხდება TikTok-მა ფოლოვერები რატო გააუქმა? მამი, არ ვიცი. რატო იკიდებ ჩემ SMS, არ ვიცი, რატო ვიკიდებ. მადლობა, რატო გაგვანულეს. შეიძლება რაღაც ის არის, რა ქვია, რაღაც ხდება პროგრამაში. გამოსწორდება სავარაუდოდ. ხანდახან ჩემ ვიდეოებზე 0 ნახვები აწერია ყველაფერზე აბსოლუტურად. არ არის საჭირო ალბათ. არ მგონია. ანუ რანაირად შეიძლება არ იყოს საჭირო, არ გააუქმებს გამომწერებს. რაღაც ხარვეზე იქნება ეგეთი. ჩემთან ხანდახან ვიდეოებზე ვაფშე 0 ნახვები აწერია ყველაფერს. დავუდგათ სტიკერები სელენას, ვაიმე და კი აღდგება, მაგრამ Facebook-ზე მომატა N რაოდენობით გამომწერი. აი N რაოდენობა რასაც ქვია. თავარი არის ჩამერთოს ის რა ქვია თანხის გამომუშავება ვიდეოებზე ძალიან კაი იქნება. თამაზამ თქვა დღეში თუ $17 მერიცხება, ანუ წარმოიდგინე $17 თუ მაგასერიცხება, მე და მერიცხება ალბათ 27. Привет, Иване.
ხარ ფეს ხო და რატომაც არა ხო ვერ გავიგე დღეში რომ $20 დაირიცხოს მშვენიერი არის თუნდაც $10 დაირიცხოს ეგეც მშვენიერია ხო თვეში $300 გამოდის მადლობა ჩემო კარგო ან შოულობენ ინტერნეტ ბევრ შოულობენ მაგრამ მე არ ვიცი რანაირად შოულობენ და მართლა თქვა არც მაინტერესებს რაღაც არ შემიძლია ეს ძალით ვაკეთო რაღაცეები რა გავაკეთო არ შემიძლია ხალო ეხლა მეწყინებაო რა გეწყინა დედა რა რაგნობს გაგიაქტიურდა რა ვიცი გაგზავნილი ხარ თვითონ პროფილი გამიაქტიურდა მაგრამ თვითონ ვიდეოების ნახვაზე ველოდები პასუხს გავაგზავნე მოთხოვნა და როდის მოვა არ ვიცი წესით ერთ თვეში მოდისო მაგრამ მადლობა ჩემო კარგო გიშალომ კი რა მაგით ცხოვრობ ხო კი მართლა კაი ფულშოულობენ ინფლუენსერები ყველაზე ბევრ ფულშოულობს შორენა ბეგაშვილი მე მგონი მარტო ერთ სტორში იღებს $5,000 შეგიძლია კოლაბორაცია გავაკეთო ფილმი რა მისანა გავაკეთო რა გავაკეთო კარგი კი ხუთი იღებს ლებადა და ისწავლა მათხოვრობა სადაც ჯობია რა არ მათხოვრობა ანუ ჯერ ეს ერთი დავწოთ იქიდან რომ ძალიან ბევრი ინფლუენსერს ამერიკა გინდა თუ სადაც გინდა მითითებული აქვს ყოველას PayPal-ი მის ანგარი მის პროფილზე ხო და თუ მაგალითად ვინმეს უნდა დასპონსორება მისი ასპონსორებს მაგაში გასატეხი არაფერი არ არის ჩემო კარგო რეკლამა მათხოვრობა არა კი აშკარად კიდია რასაც გელაპარაკები რატო ვინა ხარ დედა რა გინდა ერთი რა ვისი ბიჭი ხარ შენ საიდან გამომეცხადე რა პრეტენზიები გინდა კაკ საერთოდ არ ტეხავს არაფერი მომისმინეთ რეალურად გეტყვით რაც ხდება ისეთ ქვეყანაში სადაც საქართველოა ძალიან რთული არის თანხის გამომუშავება ხო და მაგ ადამიანებმა მადლობა ჩემო კარგო ნახენ გზა რომ გამოიმუშავონ თანხა და აკეთებენ კიდეც ამიტომ არ გაამტყუნოთ დედაქალო რომ კოდკოდებ ტელეფონი დამეჭდა არაფერში არ გამტყუნოთ ჩემ კარგებო ეგეთი კაი სჭამენ კაი სვამენ მე რო ეს გამივიძახი ბოლო საჭმელი არ მახსოვს ჩემთან მეგობრობა და ურთიერთობა გინდა სელეფორიოზე გასვლას რამდენი ნახვა უნდა ნახვა არა თვითონ TikTok-ის ალგორითმა უნდა გაგიშვას ფორიუზე ანუ ვიდეო უნდა იყოს რაღაც ვიდეო უნდა გაუშვას ფორიუზე და ეგ არის და ეგ უნდა გაგიმართლოს რა მადლობა შამა მე ხანდახან ვიპრანჭები ხოლმე დავდებ რაღაც გაპრანჭული ვიდეოს ვაფშე არ გადის ვიდეოზე და მე ჩავწერ რაღაცას ვიღლორჯები ვიდეოში და ეგრევე 100,000 ნახვა აქ წუთში მერე მეშლება მე რა ვიპრანჭები თითი რა დღეში მაგთმები გაიხარეთ ჩემო კარგო ხო ხალ რო ვიღლორჯებ გაძეძილი რო ვარ იმგეს რო აქ ნახვა ვიდრე გაპრანჭული რაღაცასე გადავიღებ ვიდეოს ლამაზად გავიპრანჭები შევალ 1000 ნახვა ერთ საათში მარტო გადმოყრი კბილებს შევალ 10 წუთში 100,000 ნახვა ტრაქში ბეწვი ჩამიბრუნდა ბეწვი კერა გორგალი კი ყლე გინდა შენ ახლა ტრაქში რო ეგ ბეწვი გამოგიღოს ჩემო კარგო რა გინდა შენ კაი ნახვები გაქვს ყველგან რაში მარკია კაი მეგობრებო წავედი
მადლობა და ტკბილი ძილი ყველას. კაი დღეს გისურვებთ ხვალ, კაი სიზმრებს.